გამარჯობათ. ამ ვიდეოში განახებთ, როგორ ხდება coin-ის მაინინგი პროცესორით რა. ანუ გუშინ დავტოვე მე, სადღაც 24 საათში, დავტოვე მე პროცესორით მაინინგი დავიწყე და 24 საათში დაწერა ამან, სადღაც 16 ცენტი რა. ანუ ეს coin-ზე. აქეთ ამ coin-ის გავიცნოთ, ეს არის Cryon coin-ი. აი აქ გავიცნოთ, ახლა ეს არის სადღაც 0.000 რაღაც 1 ცენტი. 50%-ით აიწია ამის კურსმა და ამის უკან მე ვდგავარ და ეს მარკეტზე ერთადერთ მარკეტზე ჯერჯერობით დამატებული და ძალიან დაბალი კაპიტალი აქვს და ბლოკის სიხშირეც ყოველ ბლოკზე გაცემული coin-ების რაოდენობა ძალიან დაბალი არის. ეს ყველაფერი ერთ დღეს შეიწევ 93%-ით, ეს ყველაფერი მე ვიჩალიჩე, ეს ყველაფერი წინა ვიდეო გადავიღი ამის წინა, ეს პროცესი ექსკლუზიურად ჩავწერე ამის მაინინგზე თუ ინტერესი გაგიჩნდებოდათ რა. აიწია ამდენი პროცენტით, მე ეს კომანდა შემოცვდა აქ და მე ისევ დაიწია, რამდენი პროცენტით 20%-ით დაიწია ამის მერე. და ეხლა გადავიღებ ვიდეოს, ეს coin-ია ეგეთ მაგ გადმოტანილი, походу აქაც ანგარიშებლობად მაქვს და ამდენი დაამაინინგა 1 სუტკაში რა. და ეხლა განახებთ თქვენ ამ coin-ის მაინინგი როგორ ხდება რა. შევდივართ აი ამ საიტზე, აი ამ საიტის კონკრეტულ ლინკს. ეს არის SBR-Miner-ი, რომელსაც ეხლა გადმოვწერ Windows-ზე, რომელიც არაერთხელ ემასში არა, zip ფაილში გადმოვწერ ესე, აი ეგ რო აწერია. SBR-Miner ბოლოში რომ თავდება zip ფაილით და თქვენთან ერთად განახებთ ახლა როგორ ხდება ამ coin-ით მაინინგი. კაი, დავილოდოთ რამდენიმე წამი ამას. ხო, ეს გადმოწერა, ამას გავხსნით. ეგრევე ამას მოვარქივით დესკტოპზე. ამას გავთიშავთ და ახლა გვაქვს SBR-Miner-ი. უბრალოდ აქ ერთი ხარვი და შეიძლება Windows Defender-მა გაგვეთიშოს ეს. win security setting-ებში შევდივართ. აქ შევდივართ და ასე manager setting-ში ჩამოვართ ბოლოში add remove exclusive. Exclusive-ში დავამატებთ ჩვენ ფაილს, add file folder ავირჩიოთ აქ desktop-ზე და ჩვენი ამოარქივებული ახალი ეხლა ვნახოთ ამას რა წერია 300. აქ ავირჩიოთ 300 folder-ი. ანუ ამას ანტივირუსი აღარ გადაამოწევს, ან დაუწუნდა Windows Miner-ს აღარ გაგვითიშავს, რადგან ძალიან დიდ რესურსს იყენებს. ხო, აქ რა ხდება? ეხლა ეს არის ჩვეულებრივი Miner-ის ფაილი. ეხლა აქ რა ხდება? ეხლა გადავიდეთ საიტზე. ეს აღარ გვინდა, ეს ჩვეულებრივი საიტი. ეს იქნება ჩვენი საფულის ოფიციალური მისამართი. აქ რო დარეგისტრირდებით ამ საიტზე და რეგისტრაციის ინსტრუქცია თუ დაგჭირდათ ამ საიტზე წინა ვიდეოებში დევს, აქ add-ს დააწვევით, knk ამას მიუთითებთ და ეგ აი ესეთი ფიჭკა რო აქვთ, აი ამას გაუკეთებთ რა, პირიქით იქნებაო. ხო, მე გამოხვალთ. ნატივი უნდა იყოს აუცილებლად აქ ჩვენი მისამართი, ამას მე დააკოპირებთ, აი ხ-ზე მთავდება, ხ-ზე მთავდება და ც-q-ზე იწყება. ეხლა რა ვშვებით? ხო, ეს ჩვენი საფულის მისამართია. აქ ამ საიტზე შევართ. ამის ინსტრუქციაც საიტის ლინკს დავტოვებ, აქ მივდივართ ევროპა, თუნდა აი გადავალთ Cryon-ს ავირჩევთ. აქ მე დაგვჭირდება ჩვენი საფულის მისამართი, აქ copy. ჩვენი საფულის მისამართი ეს რიგის ნომერი თუნდაც 1 მივდვითოთ, აქ share-ს მივდვითებთ და აი ამ თემას დავაკოპირებთ რა. ეხლა გადმოვიდეთ აქ. ამას ნალუბოის ჩავასწორებთ, იმიტომ რომ ახლიდან დაწერა გვეზარება და ეს არც ერთი ალბათ არ მუშაობს, იმიტომ რომ როდინდელი მაინერია. და კაი, ხა ჯანდაბას ზოგჯერ არ მუშაობს ხოლმე ესე, ანუ ერთალ დაბანილმაზე, მაგრამ ორჯერ ორია ეს ანიშნავს ალგორითმს ესე ჩავასწორებთ. ეს არის
პულის მისამართი, ამას დავაკოპირებთ, ამასაც ჩავასწორებთ. Start.eu ეს საიტია. ამასაც ჩავასწორებთ და ჩვენი საფულის მისამართი იქნება ეს. კი. ამას ესე ვიზავთ, space აღარ გვინდა, ახლა ესე. აჰა. Всё. ამას გავთიშავთ და მე დანარჩენი ესეც დავაკოპიროთ ბარემ. აჰა, всё. ემას წავშალოთ ახლა, ეს ის უბრალო ინსტრუქცია, save as krnk mining წერტილი მთავარი ეს არის, წერტილი bat. bat ფაილად უნდა შევინახოთ, რათა CMD-ში გაეშვას მთავარი ბრძანება. всё. X-ით გავთიშოთ krnk mining bat. აი ხა ფაისაც გავშტიშავ და всё, ჩვენი მაინერი გაეშვა უკვე. შემდეგ აქ wallet-ში გადავართ ამ საიტზე, ამ საიტის ლინკსაც დავტოვებ, რა თქმა უნდა. და აქ ამოვაგდებს საძიებო სისტემას რა, ანუ აი ესეთ პონჩი. აქ ჩავწერთ ჩვენი საფულის მისამართს, რომელიც აი აქედან დავაკოპირეთ აი ესე. ჩავსვავთ ამ მისამართს submit და ანუ აქ გვიჩვენებს უკვე 24 საათში რამდენი ჯამში, რამდენი გამოიმუშავა ეს 7 დღეში, ბოლო 7 დღე, მაგრამ 1 დღე მაქვს რაც ეს მაინერი ჩართული. და всё ეგ არის რა, ეს გადახდილი ეს აქ მიჩვენებს მაინერი რო ჩაირთო და აქ რამდენი კილო ჰეშს აწევს და ასე შემდეგ რა. და ეს ყოველივე საათში ერთხელ წამდაუწვომ, რამდენსაც დაამაინინგებს ჩვენი კომპიუტერი მაგდენ სიხდისო. შეგვიძლია ასევე შევიხედოთ mining all status-ზე. აქ ჩვენ coins რა სტატუსი აქვს mining-ზე. Cryonic მიუთითებთ. ანუ აქ mining-დება ახლა 40 კილოჰეშით. ჩემ კომპიუტერი ისე წერს, აქ ცოტა ხანში აჩვენებს, აი აბა ეგება გვიჩვენოს ჰაში. 1 კილოჰეშს წერს რა, რო არ მოგატყოთ, ჩემი პროცესორი არის ნოუთბუქის პროცესორი არის 10 ბირთვი 12 ნაკადი 1.3 პროცესორი, მაგრამ 2.5-ზე წერს მაინინგის დროს, თამაშების დროს ან რაღაცა 3.7-მდე და რა ზეით არის კიდევ, თუნდაც CS:GO-ზე. მაგრამ ნოუთბუქში როცა ამაინინგებ, ჰერცებს ძალიან დაბალზე წერს ხოლმე, რომ რაღაცა ოპტიმიზაციის თემა არის და ანუ მეტზე აღარ წერს, მაგრამ უბრალოდ სხვა კომპიუტერებთან შედარებით დაბალ დენს მოიხმარს რა. ხო. აი აწია იქ 570, მაგრამ უბრალოდ ბანდიკამით კი არა, ვიდეოს ვიღებ ლაივში და ანუ კომპიუტერის დიდი რესურსი მიაქვს და მაგ მომენტში 1000 ვეღარ აწია. ხო, კიდე მთავარი თემა რა არის აქ? აქ ეს რამდენითაც მაინინგდება, ჩემო კომპიუტერმა რო აწია დღეში სიტყვაზე 1 კილოჰეში რო აწია, ეს 40 კილოჰეში ამ სოფლიო მასშტაბით დღევანდელი მაინინგი, ანუ 40 კილოჰეში, ანუ დღეში სიტყვაზე თუ მაინინგდება, ანუ მაინინგში თუ იხარჯება სიტყვაზე $100, აი ახლა აიწია უკვე, იმიტომ რომ დღეს რაღაცეები ვიცალით მეთქი, როგორც 2 წამის წინ, 2 წუთის წინ გითხარით და კურსი ავწიე მეთქი, ამ ყველაფრის უკან მე ვდგავარ. და ანუ წინა ვიდეო დავდი ამის გულობაზე ზუსტად და იქ უფრო დეტალურად არის ყველაფერი ახსნილი. და ანუ 48 კილოჰეში აწია მსოფლიო მასშტაბით ამ მაინერმა, ანუ დაახლოებით 50 მაინერი, 50 კომპიუტერია ჩემნაირი მონაცემებით ჩართული. და ანუ დღეში რამდენი იხარჯება, ანუ $10 იხარჯება თუ $100 იხარჯება, ეს $100 დღეურად პროცენტულად ნაწილდება ყველა ადამიანზე რა. ანუ ვის 1 კილოჰეში აქვს, იმ 40 კილოჰეშიდან რამდენი პროცენტი უწევს ამ ადამიანზე და ასე შემდეგ რა. ანუ ხვალე რო ჩავთო ვიღაცა, ხვალე რო ჩაგვიწოს ვიღაცა ამ სიტყვაზე მაინერების ტელეფონები ან მაინერების ფერმა რო ჩართოს და რაღაცა 1 მეგაჰეში აწიოს აქ, იმის 95% წავა მთლიანი მაყუდის იმასთან. ანუ დანარჩენი ცენტები დარჩება ჩვენთან და ჩვენც ვინუჯიანი მე უკვე დენს უფრო მეც დაგვიწერს და ანუ ჩვენც საბოლოოდ
დავემშვიდობებით ამ coin-ის მაინინგს რა. ну, დეტალური ინფორმაცია მგონი მოგაწოდეთ, რავი, ძალიან დეტალურად, მაქსიმალურად აღწერე ყველაფერი. ხო, რაც შეეხება ეს არის საფულე, ამ საფულეზე როგორ უნდა დარეგისტრირდეთ, აქ ცოტა რაღაცა ცოდნა სჭირდება, ანუ წინა ვიდეოში დევს, ჩემი პირველი ვიდეოა ის და იქ გაეცნობით ყველაფერს რა. თუ ხო, რადგან შეგიძლიათ ამ საფულის დაჟე ფლეშკაზე ჩაგდება შეგიძლიათ და ფლეშკის გარეშე ვერავინ ვერ გახსნის ამ საფულეს რა, ან თქვენი ტელეფონის, ან თქვენი კომპიუტერის გარეშე, სადაც მე ჩასეივებულია ჩვენი საფულე რა. ხო, რავი, დღეისთვის სულ ეს იყო და რავი, დროებით, აბა, წარმატებები, იმედია ეს პროექტი რაღაცა წარმატებას მოიტანს. ნუ მე მქონდა მაგამდე რაღაც სხვა პროექტები, მაგალითად ეს, მაგრამ ნუ ამის დეტალებს ცოტა მოგვიანებით ავიხსნით რა. კაი, დროებით, აბა. თუ რომ მე და გაინტერესებთ, მომწერეთ კომენტარებში ან დისკორდის ლინკსაც ჩავაგდებ, გამიხარდება თუ შემო.